თქვენი სისუსტე აქციეთ ძალაუფლებად. ანუ გამოიყენეთ კაპიტულაციის ტაქტიკა. ჩვენ ენაზე დანებდით. როცა არ გაქვთ იმის რესურსი, რომ წინააღმდეგობა გაუწიოთ თქვენზე ძლიერ მოწინააღმდეგეს. ეს არის ძალაუფლების 48 კანონის 22 კანონი. მე ვარ ელენე, ეს არის ჩემი არხი Reverse Monday და დღეს განვაგრძობთ რობერტ გრინის ბესტსელერის განხილვას. კანონის ფორმულირება. როდესაც სუსტი ხართ, არასოდეს იბრძოლოთ ღირსებისთვის, უმჯობესია დანებდეთ. დანებები დროს მოიგებთ ძალების აღსადგენად. დრო იმისთვის, რომ აწამოთ და ნერვები მოუშალოთ გამარჯვებულს და ასევე დაელოდეთ, ვიდრე მისი ძალა დასუსტდება. ნუ მიანიჭებთ კმაყოფილებას, იბრძოლოს და გაიმარჯვოს. თქვენ დანებდით. მიუშვირეთ მეორე ლოყა, ამით გააბრაზებთ და წონასწორობიდან გამოიყვანთ. აქციეთ კაპიტულაცია, ანუ დანებება იარაღად ან ძალად. ზოგადად შეიძლება რაღაცნაირად 22 კანონის სათაური ისე დრამატულად ჟღერდეს და გვეგონოს, რომ რაღაცნაირად სამსახურეობრივ ჭრილში, კორპორატიულ სამყაროში თუ საჯარო სივრცეში არ გამოიყენება, მაგრამ გამოვიდეთ იმ, ესე ვთქვათ, ფიქრიდან, რომ აქ მაინც და მაინც სახელმწიფო მართვაზე და ომებზე და დაპყრობაზეა საუბარი და გავიხსენოთ ჩვენი ცხოვრებიდან ისეთი სიტუაციები, როცა დანებებამ იმ მომენტში, ესე ვთქვათ, უბრალოდ არ დანებებამ, ბევრად დიდი ზიანი მოგვიტანა, შეიძლება დროებით გული მოგფხანა, მაგრამ პრაგმატულად და ლოგიკურად დრო რო გავიდა და შევაფასეთ, რეალურად ძალიან ბევრი დავკარგეთ და მე შემიძლია ესეთი რაღაც გავიხსენო, რომ კარიერის დასაწყისში ვიყავი საკმაოდ ემოციური კი არა, მკაფიოდ, ზედმეტად მკაფიოდ ვაფიქსირებდი ჩემ აზრს, როცა რამე არ მომწონდა და თან იურისტი ვიყავი 6 წელი სამართალზე ვისწავლე და შესაბამისად ეს სამართლიანობის პრინციპი და კანონის უზენაესობა და რაღაცა ჩემი დნმ-ის ნაწილად იქცა და რამე თუ არ მომწონდა, ჩემ უფროსაც პირდაპირ ვეტყოდი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და მე ვერ ხვდებოდი ეს მაზიანებს თუ არ მაზიანებს რეალურად ძალიან ახალი ვიყავი მაშინ ესე ვთქვათ კორპორატიულ სამყაროში და მახსოვს რომ ერთ-ერთმა ჩემმა ბრძენმა მენეჯერმა უფროსმა ერთ-ერთ ჩემ ამ აზრის გამოხატვაზე, რომელიც თან იყო ხოლმე მყისიერი, დაუმუშავებელი პირდაპირ, ესე ვთქვათ, რასაც ვფიქრობდი დილობის ფარგლებში, მაგრამ ისე მკაფიოდ დავაფიქსირებდი, მითხრა, რომ ახალ სამსახურში როცა გადავდიოდი უკვე იცოდა, მე მგონი ერთი თვე იყო დარჩენილი ან ცოტა ნაკლები, რაც იმ კომპანიაში უნდა მემუშაო, სადაც ეს ადამიანი იყო ჩემი უფროსი. მოკლედ, ახალ სამსახურში სანამ გადახვალ, მანამდე დაამუშავე შენს თავში ის, რომ როცა რაღაცაზე გაბრაზდები, როცა რაღაცაზე ფიქრობ, რომ უსამართლოდ მოგექცნენ ან სხვას მოექცნენ, მინიმუმ 60-მდე დაითვალე გულში და მერე დააფიქსირე შენი აზრიო. ეხლა ეს 60 წამი იქცა ჩემთვის 24-48 საათად. გააჩნია, რამდენად მეხება, რამდენად გავბრაზდი, რამდენად მოახერხე თავის შეკავება, თუმცა ძირითად შემთხვევაში ფანჯარა, დამშვიდების, დაფიქრების, თუნდაც გადაწყვეტილების მიღების ვიბრძოლო, ჩემი აზრი გავიტანო ბოლომდე თუ დავნებდე, რაღაცნაირად უფრო დიდხანს ვუთმობ ხოლმე ამას და ჩემი აზრით ბევრად უფრო მოგებულ თუ ანუ კარგ პოზიციაში ვარ, ვიდრე კარიერის დასაწყისში ვიყავი, რადგან ემოციების დროს ძალიან რთულია, რომ არ იყო ზედმეტად სუბიექტური. ყოველთვის სუბიექტურები ვართ, რასაც ჩვენ გვეხება, მაგრამ როცა ემოციური ფონი მშვიდია, რაღაც უფრო დამკვირვებლის თვალში უფრო ბრძენი შენი ვერსია გესაუბრება და ვფიქრობ, კარგ გადაწყვეტილებებს კარ ნახავს. ამიტომ, როდესაც სამსახურში იქნება დაპირისპირება, არასამართლიანად მოგექცნენ, ან არ ვიცი, რაღაც არ მოგწონთ, დანებდით იმ მომენტს, არ ნიშნავს, რომ ეს გრძელვადაში დაყაროთ ფარხმალი, უბრალოდ აცადეთ თუნდაც იმას, რომ თქვენმა ემოციურმა ფონმა გაიაროს, ან კიდევ უფრო მეტი დრო მიეცით სიტუაციას და შეიძლება ეს ადამიანი საერთოდ აღარ მუშაობდეს იქ, სხვაგან გადავიდეს, განთავისუფლონ, წავიდეს სამსახურიდან და ასე შემდეგ. ერთ, ესე ვთქვათ, ადამიანს შეაცვლევინებთ თქვენს ბედს და თქვენი, ესე ვთქვათ, აი ღირსებისთვის ბრძოლას, გამართავთ იქ, სადაც არ არის თქვენი მოედანი, ან შეიძლება თქვენი მოედანია და ჯერ არ გაქვთ, ესე ვთქვათ,
საპირწონე პოზიცია, როგორც თქვენ, ესე ვთქვათ, მოწინააღმდეგე მხარეს. ერთი ესეთი მაგალითი გამახსენდა, უკვე არც ისე დასაწყისში მენეჯერულ პოზიციაზე ვიყავი, მაგრამ დეპარტამენტის უფროსი არ ვიყავი ჯერ. აი გადამეკიდა HR-ის დეპარტამენტის უფროსი და გადამეკიდა ეგეც შემიბრალი იყო, რატომ ეს გადამეკიდა. ორჯერ მიუთითე მის მიერ დაშვებულ შეცდომაზე, თან ისეთ სიტუაციაში, რომ ზარზე მისი დაქვემდებარებულებიც იყვნენ, მაგრამ არ მიფიქრია, რომ შეიძლება და ესე შეხებოდა მას, იმიტომ რომ არ იყო აქ დიდ შეცდომაზე საუბარი და არც იმიტომ მიმითითებია, რომ დამეკნინებინა. უბრალოდ იმ მომენტში ვასწორებდით რაღაც ფაილს და ვიფიქრე, რომ გავასწორებთ და მოკლედ ძალიან პიროვნულად მიიღო და რა მნიშვნელობაა გადამეკიდა ეს ქალი და აი სულ ცდილობდა რომ ჩემს გაკეთებულ ხელშეკრულებაში, ან პრეზენტაციაში, ან ტრენინგში, მოკლედ რაღაცა შეცდომა ეპოვნა და თან მე კი არ მიბრუნებდა პასუხად, რომ აი აქ შეცდომა, ან ეს რას ნიშნავს აქ რაც გიწერია. პირდაპირ ჩემ უფროს უგზავნიდა, რომ ანუ იმასთან შეელახა ეს ჩემი რეპუტაცია და მეც რაღაცნაირად ესეთი პოზიცია ავირჩიე, რომ მე მის დეპარტამენტს ჩავუჯექი, აბა ვნახოთ რამდენ შეცდომას დაუშვებენ და ის ჩემს დეპარტამენტს და მე რაღაცნაირად ეს წიგნი მაშინ არ ვიცოდი, მაგრამ ლოგიკურად მივხვდი, რომ ის ესე ვთქვათ, ჩემზე მაღლა იყო პოზიციურად, ჩემზე დიდი ხანი მუშაობდა ამ კომპანიაში, თან ბევრად მე არასრული 1 წელი ვიყავი იქ და ის უკვე 7 წლის თანამშრომელი იყო, ძალიან დაახლოებული იყო CEO-სთან და დამფუძნებელთან და ყველა ვარიანტში წავაგებდი, იმიტომ რომ სულ რომ არ დამეშვა შეცდომები, თვითონ ჩემ უფროსაც არ მოუნდებოდა ჩემთვის ბრძოლა ამ ადამიანთან, იმიტომ რომ ეს ადამიანი მიუხედავად იმისა, რომ პოზიციურად ესე ვთქვათ, თანაბარ დონეზე იყვნენ სიძლიერით და გავლენით იმ მომენტისთვის უფრო ძლიერი იყო ვიდრე ჩემი უფროსი და რაღაცნაირად დავფიქრდი რა იყო ჩემი მიზანი. მინდოდა რომ ამ სამსახურში წინ წავსულიყავი, თავი დამემკვიდრებინა და დიდხანს მემუშავა, თუ მზად ვიყავი რომ ესე ვთქვათ, ჩემი ღირსებისთვის ბრძოლაში ამ ადამიანისთვის შემეწირა ეს სამსახური და პოზიცია და რეალურად მართლა იმდენი ვიშრომე იმისთვის რომ მაგ სამსახურში მაგ პოზიციაზე მოხვედრილიყავი და იმდენი ვინერვიულე სანამ ამიყვანდნენ რომ გადავწყვიტე დროებით არათანაბარ ბრძოლაზე მეთქვა უარი. სხვა შემთხვევაში წავაგებდი და ესე ვთქვათ კანონი გამოვიყენე. ბოლო შეტევა განახორციელა ამ ქალმა, მე ამაზე არ მქონდა რეაქცია, არც თავი ვიმართლე, არც თავი არ დავიცავი, არც იქით ახალი რაღაც ესე ვთქვათ მკიცებულებები არ მომიძიებია მან ან მისმა თანამშრომლებმა რა შეცდომები დაუშვეს და აი ესე დამთავრდა, ის იყო გამოკვებილი, ნასიამოვნები, თავის დეპარტამენტსაც დაუმტკიცა, რომ ის უფრო ძლიერი იყო, მე უფრო სუსტი ვიყავი, პოზიციურადაც არგუმენტებშიც შეიძლება განბედაობაშიც, მაგრამ პირველ რიგში სტრესი მომეხსნა და მერე ისე მოხდა, რომ დაახლოებით 1 წელში ეს ადამიანი გაუშვეს ჩემგან დამოუკიდებლად სამსახურიდან და სხვათა შორის მისი სამსახურიდან გაშვებაზე მე ვიმუშავა, ესე ვთქვათ, ამ ხელშეკრულებაზე მასთან შეხვედრა მე მქონდა, მაგრამ თავის სურვილით თვითონ აირჩია, რომ ელენესთან მინდა მუშაობაო, სხვებთან არაო და არ ვიცი ეს რატო გააკეთა ბოდიშის მოხდის ნიშნად, თუ მომავალში რომ კარგი ურთიერთობა გქონოდა, მაგრამ გამიკვირდა და რაღაცნაირად მივხვდი, რომ ძალიან სწორი ტაქტიკაა, რომ ხშირად დროს მიანდო ისეთი რაღაცეები, რაც შენ რომ გააკეთო და რომ იწვალო, მაგალითად მე რო ძალიან მეშრომა ეხარო სამსახურიდან გაიშვა და ამის ტკიცებაში ყოფილიყავი, მე უფრო დავზიანდებოდი, არ იქნებოდა ადამიანურად ესე ვთქვათ კარგი, არ მგონია რომ ჩემს ინდისთან სუფთად მეგრძნო თავი და აქედან გამომდინარე დრომ დაგვანახა ვინ იყო მართალი, ვინ არ იყო მართალი და რაღაცნაირად როგორც ამბობენ კარმა, ესე ვთქვათ, ადამიანებს თვითონ უბრუნებს პასუხს, თუმცა გააჩნია ამაზეც ორაზროვანი დამოკიდებულება შეიძლება გქონდეს, ვისაც ჯერა კარმის კიდე, ვისაც არ ჯერა არაფერსაც არ უბრუნებს ჩემი აზრით. განმარტება ავტორის, თუ კი სუსტი ხართ, ვერაფერს მიაღწევთ უაზრო ბრძოლაში ჩართვით. არავინ მოვა სუსტის დასახმარებლად, რადგან ასეთ შემთხვევაში უსიამოვნებაში გაეხვევა. სუსტები მარტონი რჩებიან და იძულებულნი არიან დანებდნენ. წინააღმდეგობის გაწევით ვერაფერს მიაღწევთ. საკუთარი ტანჯვისა და ბევრი ადამიანის დაღუპვის გარდა, რომლებსაც არ სჯეროდეთ თქვენი მოსაზრების მართებულობის და ნამდვილად მე სუსტად ვიგრძენი თავი, ვიცოდი რომ არავინ მე იქ ესე ვთქვათ ჭარბში პატრონი არ მყავდა, ჩემ გამო არავინ არ
არ შეწირავდა სამსახურს თავს, არ იყო ისეთი ადამიანი, ვინც სამართლიანობისთვის ისეთივე მებრძოლი იყო, ან მნიშვნელოვანი იყო მისთვის, როგორც ჩემთვის და აქედან გამომდინარე დავნებდი. და როგორც ავტორი ამბობს, სისუსტე არ არის ცოდვა, მისი ძალად გადაქცევაც კი შეიძლება, თუ კი მართებულად მის გამოყენებას ისწავლით და ნამდვილად ვეთანხმები, მე იმ მომენტში, რომ არ მეპოვნა საკუთარ თავში ძალა იმის აღიარების, რომ მე ახლა სუსტი ვარ და მოდი ჯობს დაანებო ამ სიტუაციას თავი, დანებდე, აღიარო, წაგება, ჩემი ცხოვრება იქნებოდა სულ სხვანაირი, მე არ მექნებოდა ის კარიერა, რომელიც მქონდა, არ მექნებოდა ის ფინანსური სარგებელი, როგორიც მქონდა და დღესაც სავარაუდოდ აქ ესე თავისუფლად კვირაში ორჯერ YouTube-ს ვერ დავუთმობდი დროს. ამიტომ ეს სისუსტე იქცე ჩემს სიძლიერეთ და მომავალში ძალიან დამიფასდა, ეს ნამდვილად შემიძლია გითხრათ. ფორტუნა ცვალებადია და ხშირად ძლიერით შეიძლება წაიქცეს. კაპიტულაცია დანებება თავის თავში დიდ ძალას მოიცავს. მტრის სიფხიზლეს მორჩილებით მიაძინებთ, რისაც დროს მოიგებთ ძალის მოსაკრებად და რევანშის მოსამზადებლად. უარი არ უნდა თქვათ ამ შესაძლებლობაზე. წინასწარ განწირულ ბრძოლაში ჩართვით საეჭვო ღირსების დაცვის სასარგებლოდ. და კარდინალი დერეცი გვეუბნება, სუსტი ადამიანები არასოდეს დათმობენ იქ, სადაც ეს საჭიროა და თუ ამოვატრიალებთ ამ გამონათქვამს, იქიდან გამომდინარე, რომ მე ვაღიარე და თქვენც აღიარებთ ხოლმე, როდის ხართ სუსტ პოზიციაში და არა სუსტები და დათმობთ, სადაც საჭიროა, იქნებით მოგებულები და სრულიად საპირისპირო ადამიანის, ესე ვთქვათ, სახე, ვიდრე კარდინალი დერეცი აღწერს. და აქ ჩანაწერი მიწერია, რომ ჩემი აზრით კორპორატიული კარიერა დავთმე და ბევრისთვის ეს შეიძლება ჩემი სისუსტე იყოს, ანუ რადგან 15 წლიან კარიერაზე უარი ვთქვი, რომ აღარ მინდა იურისტობა და მინდა ფსიქოლოგია კოუჩინგში გადასვლა, ეს შეიძლება იყოს, რომ ბოლომდე არ მივიყვანე რაღაც, ან ძალა არ მეყო, რესურსი არ მეყო, ქალია და სუსტია შეიძლება ვიღაცამ იფიქროს ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ რეალურად მე ვაღიარე, რომ უკვე დავსუსტდი იმ ყველაფრისთვის, რასაც ვაკეთებდი და ძალიან სტრესული იყო ჩემთვის ეს ყველაფერი და აღარ შემეძლო, აღარ გადავწვი თავი დამატებით, აღარ გადავდე ხვალისთვის ჩემი ბედნიერება, ჩემი მოწოდებით ცხოვრება, ჩემი ჯანმრთელობა და გავაკეთე reverse Monday, რომელიც არის ჩემი ფილოსოფია, რომ არ უნდა გვეზიზღებოდეს ორშაბათი, ჩვენი ცხოვრება უნდა ამოვატრიალოთ, ანუ reverse-ი გავაკეთოთ. ისე რომ ორშაბათიც გვიყვარდეს და ყველა დანარჩენი კვირის დღე. თანაბრად კი არა, ორშაბათი ყველაზე ძალიან უნდა გვიყვარდეს, იმიტომ რომ რაღაცა ახლის დასაწყისია, ახალი შეხვედრები, ახალი პროექტები, გუნდთან შეხვედრა, ანუ როცა სასიამოვნო საქმეს აკეთებ და შენს ნაკადში ხარ, არ შეიძლება ადამიანს კვირა საღამო იმიტომ არ უყვარდეს, რომ ორშაბათი მოდის და ორშაბათს დღეს იყოს გაღვიზებიდან უბედური. ამიტომ კორპორატიული იურისტის კარიერა დავთმე, ანუ კაპიტულაცია გამოვაცხადე, რადგან ეს არ იყო ის ბრძოლის ხელი, სადაც მე მოვიგებდი, ჩემს მაქსიმუმს მივაღწევდი, ან ის, ესე ვთქვათ, გავლენა და ცვლილების მოხდენის შესაძლებლობა მექნებოდა, რაც მექნება იმ სფეროში და იმ სივრცეში, სადაც გადავედი და გადავდივარ, გადასვლის პროცესში ვარ. ანუ საბოლოო ჯამში შევეწირებოდი, წავაგებდი, დიდი, ესე ვთქვათ, დრო დამეხარჯებოდა და სხვათა შორის ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში აღმოჩნდებოდი ადამიანების იმ კატეგორიაში, რომელმაც მთელი ცხოვრება გაატარეს რუტინაში, სხვების მიზნების შესრულებაში და რაღაც ერთ ამოსუნთქვაში გავიდოდა ჩემი ცხოვრება და მე ჩავთვლიდი, რომ დიდად არაფერი არ გამიკეთებია და უკვე ის ფაქტი, რომ კორპორატიულ კარიერაზე იურიდიული მიმართულებით უარი ვთქვი ძალიან დიდ ესე ვთქვათ თავდაჯერებულობას და ძალას მაძლევს იმისთვის რომ მე შევძელი დათმობა სისუსტის აღიარება და ჩემი ესე ვთქვათ ჩემი კი არა და იმ ბრძოლის ველის დატოვება რომელიც არ არის ჩემი ძალაუფლების გასაღები ძალაუფლების სფეროში ხშირად ის გვალატავს, რომ მეტისმეტად ინტენსიურად ვუპასუხებთ მტრებისა და მოწინააღმდეგეების მოქმედებას. ასეთი გადაჭარბებული რეაქცია სირთულეებს წარმოქმნის. კონფლიქტი შეიძლება უსასრულოდ გაჭიანურდეს, რადგან თავის მხრივ რეაქცია მოწინააღმდეგეებსაც ექნება.
ჩვენი პირველი სურვილი აუცილებლად არის წინააღმდეგობის გაწევა, გამოვლენილ აგრესიაზე, აგრესიით და ეს ხო როგორ არის, ეს არის ენერგიები, ვიბრაციები, რაც გინდათ დაარქვით. აგრესიაზე უპასუხებთ აგრესიით, აუცილებლად გაიზრდება მეორე მხარეს აგრესია, ან სხვა ფორმით დაგიბრუნდებათ უფრო დიდი აგრესია. აგრესიაზე არ უპასუხებთ აგრესიით და ან განერიდებით, დისტანცირდებით, ამოკვეთთ ამ სივრცეს ამ ადამიანს თქვენი ცხოვრებიდან, ეს აგრესია თქვენ მიმართ ჩაქრება. აქედან გამომდინარე მეტაფიზიკის, კვანტური ფიზიკის, ფიზიკის, პრაგმატიზმის, ფილოსოფიის ყველა ენაზე და მაგალითზე უნდა ვიცოდეთ, რომ აგრესიას კვებავს აგრესია, სიკეთეს კვებავს სიკეთე, ანუ ესეა დადებით იზიდავს დადებითი, უარყოფით იზიდავს უარყოფითი. აქედან გამომდინარე, როდესაც ცხოვრება მოგვიტანს გამოწვევას, სადაც შეიძლება ჩვენი აგრესიული ნაბიჯი მოითხოვებოდეს ჩვენგან, ჩვენ გვეგონოს, ჩვენს ეგოს გონებას ეგონოს. მოდი დავპაუზდეთ, არ გადავდგათ ეგ ნაბიჯი და რაღაცნაირად ესე ვთქვათ, დავფიქრდეთ. გვიღირს კი საკუთარი ღირსების დასაცავად, ან თავის დასაცავად, ან აზრის დასამტკიცებლად ის, რომ აგრესიულ, ესე ვთქვათ, ვიბრაციებში ვიყოთ. როგორც წესი არ გვიღირს, მაგრამ ეს არ გულისხმობს ახლა იმას, რომ ლეოპარდი თუ გამოგვეკიდა, არ უნდა გავიქცეთ, ან არ ვიცი, თავი არ უნდა დავიცვათ. ესეთ სიტუაციებს არ გულისხმობ. გულისხმობ სიტუაციებს, სადაც არ არის ეს, ესე ვთქვათ, force majeure-ული სიტუაცია და არ არის აუცილებელი მყისიერი გადაწყვეტილებების მიღება. ძალიან კარგი ჩანაწერია მუხა, რომელიც ქარს ეწინააღმდეგება, ერთი მეორეს მიყოლებით ემტვრევა ტოტები. ვერაფრით იცავს თავის ღეროს. ადრე თუ გვიან დაიბზარება და წაიქცევა. მუხა, რომელიც ქარში იზნიქება, მეთხანს ცოცხლობს. მისი ღერო მსხვილდება, ფესვები უფრო ღრმად ჩადის ნიადაგში და ისინი უფრო უკეთ ეჭიდება ნიადაგს. ანუ ნახეთ, მუხა ორივე შემთხვევაში მუხა არის. უბრალოდ ერთ შემთხვევაში არის აი ესეთი სწორხაზოვანი, არა აქვს მიმღებ არის ამპარტავანი, არის ქედმაღალი, აქედან გამომდინარე არ აქვს მოქნილობა და ჩვენ მაინც მუხეთ დავჩებით თუ ვიქნებით მოქნილი, მაინც კი არა, უფრო დიდხანს ვიცოცხლებთ, უფრო დავბრძანდებით, უფრო მაგრები ვიქნებით თუ ამ მოქნილობას, ესე ვთქვათ, გამოვიმუშავებთ და გამოვიყენებთ და თან გადავხედავთ ხოლმე რომელ სიტუაციაში და სივრცეში როგორ უნდა მოვიქცეთ. რა თქმა უნდა, ადამიანი, რომელიც არის აღმასრულებელი დირექტორი და შეიძლება მას ჰყავდეს ასისტენტი უფრო იყენებდეს ამ მოქნილობას მასთან ურთიერთობაში პოზიციიდან გამომდინარე, ვიდრე აღმასრულებელი დირექტორი, მაგრამ კარიერის ყველა ფაზას აქვს თავისი დამახასიათებელი მოქნილობა და რა დოზით გჭირდებათ. როგორც წესი, რაც უფრო მაღლა ადიხართ, ქვემოთ ნაკლები მოქნილობა გჭირდება და ზემოთ მეტი, იმიტომ რომ არასდროს არ მთავრდება, ესე ვთქვათ, იმ პირთა წრე, ვინც შეიძლება იყოს უფროსის უფროსი, ხო? ხშირად ჩვენ მგონია, რომ CEO არის ეს რაღაცა კულმინაციური პოზიცია და არ ვიცით, რომ იმას ყავს დირექტორთა საბჭო, შეიძლება ინგლისი ამერიკის შემთხვევაში ორეტაპიანი დირექტორთა საბჭო ქონდეს, პლუს დამფუძნებლები შეიძლება იყვნენ საინვესტიციო კომპანიები, რომლებიც ხან გიჩივიან, ხან კარგები არიან, მოკლედ არ არის ესე დალხენილი ცხოვრება, რომ რაღაცა პოზიციას მივაღწევ კარიერაში და მორჩა, აღარ მჭირდება მოქნილობა და არავის მიმართ არ უნდა ვიყო ანგარიშვალდებული. სულ რომ თქვენი იყოს კომპანია, თქვენი კლიენტების მიმართ ხართ ანგარიშვალდებული და მოქნილობა ზუსტად იმაში მდგომარეობს მანდ, როცა თქვენი თავის უფროსი ხართ ამ კლიენტების შეფასებას წუხილს მოусმინოთ და ადაპტირება გაუკეთოთ თქვენს პროდუქტს ან მომსახურებას, რა თქმა უნდა, თუ გინდათ რომ გაიყიდოს და რაღაცა წარმატებული საქმიანობა და ბიზნესი გქონდეთ. ამიტომ 22 კანონი, რომელიც გვეუბნება სისუსტე ძალაუფლებად გადააქციეთ და გამოიყენეთ კაპიტულაციის ტაქტიკა, ყველა სფეროში მოქმედებს, პირად ურთიერთობებში აღარ გადავალ, იმიტომ რომ ამ წიგნს მაინც მეტად კარიერულ კორპორატიულ ჭრილში განვიხილავ, მაგრამ იქაც ეს კანონები მოქმედებს და ამიტომ თავისუფლად შეგიძლიათ გამოიყენოთ. მათე სახარებიდან არის ამონარიდი, წინ ნუ აგუდგებით ბოროტს, არამედ თუ ვინმე მარჯვენა ლოყაში გაგაწნას, მეორე ლოყაც მიუშვირე. ვინც მოისურვებს შენს განკითხვას და შენი მოსასხამის წაღებას, 60-ლის თან გაატანე მას, ვინც 1000 ნაბიჯზე
წაყოლა გაიძულოს, ორზე გახევი. მე ვფიქრობ, რომ ეს მათესახარებიდან ამონარიდი სიტყვით არ უნდა გავიგოთ, ფილოსოფიურად უნდა მივუდგეთ და ბრძნულად გამოვიყენოთ ჩვენს ცხოვრებაში. საპირისპირო მოსაზრება. კაპიტულაციის მიზანია უკეთეს დრომდე გადარჩე, როდესაც შესაძლებლობა მოგეცემა. ისევ თქვა შენი სიტყვა. თუმცა ხდება, რომ მტრის გულის მოლბობა შეუძლებელია და მაშინ ვერც დანებება და ვერც წამებულის გვირგვინი აგაცილებთ სიკვდილს. სხვებისთვის ეს შესაძლებელია გახდეს ძალისა და შთაგონების წყარო. ანუ აი მაგალითად აბოთფილელი რო ავიღოთ, ან ნებისმიერი, ესე ვთქვათ, წმინდანი, ან მსგავსი, ესე ვთქვათ, ისტორიის მქონე გმირი, რომელიც იდეოლოგიას, რწმენას, თავის, არ ვიცი, რაღაცა ესეთ ღირებულებას შეეწირა, ისინი არ იყვნენ ძალაუფლებისთვის მებრძოლები, ისინი იყვნენ იდეისთვის მებრძოლები. შესაბამისად, ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ეს წიგნი ჩვენ კარნახობს ძალაუფლებისთვის მიმავალ გზაზე რა უნდა ვაკეთოთ. ძალაუფლება გვჭირდება სამსახურშიც, სახელმწიფო მართვაშიც, ოჯახშიც და ასე შემდეგ, მაგრამ თქვენ თუ არჩეული გაქვთ გმირის გზაზე ეს კანონები არ გამოგატკებათ და არ გაითვალისწინოთ და თუ არის ესეთი გადამწყვეტი მომენტი თქვენს ცხოვრებაში, რომ სიკვდილი თუ სიცოცხლე და თუ სიცოცხლეს დათანხმდით, ანუ თქვენ ცხოვრებას ფასი არ აქვს, ესეც ფილოსოფიურად არ გულისხმობ პირდაპირ მნიშვნელობით, მაშინ რა თქმა უნდა არ უნდა დანებდეთ, კედელს ბოლომდე უნდა შეასწრეთ, გაიტანოთ თქვენი და დაამტკიცოთ, რომ თქვენი იდეის გჯერათ, თქვენი იდეას ბოლომდე გაყვებით და მაშინ ნამდვილად სხვა ადამიანებისთვისაც გახდებით შთაგონების წყარო და ესე ვთქვათ, შეიძლება პირიქით მაგალითიც იყოთ და ძალაც მიცეთ მათ, რომ იგივენაირად დაიცვან ეგ იდეა, რასაც თქვენ შეეწირეთ, ან თავის იდეის დაცვაში გახდეთ, ესე ვთქვათ, თქვენ მათი მაგალითები. სულ ეს არის 22 კანონის განხილვა. ძალიან დიდი მადლობა. გთხოვთ დამიწეროთ კომენტარებში, მოგწონთ თუ არა განხილვის ესეთი ფორმატი. თუ გაქვთ რამე რჩევები, ძალიან დიდი სიამოვნებით გავითვალისწინებდი და ფორმატის ცვლილებაში მექნებოდა მოქნილობა, იმიტომ რომ ჩემი მიზანია ვიყო მუხა, რომელიც არის მოქნილი, არის ძლიერი, ბრძენი და ესე ვთქვათ, დღეგრძელად ცხოვრობს და დიდი ხანი დააბიჯებს ამ დედამიწაზე. ძალიან დიდი მადლობა და დროებით.